მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან სახალისო, რადგან მივდივართ ციცინათელაში, სადაც დავუსხდებით უამრავ საინტერესო ატრაქციონზე. მივდივართ ციცინათელაში, მე მართა და მანანა, ბოლოს ციცინათელაში ვიყავით შარშან და ესეც ძალიან საშიშ ატრაქციონებზე და ასე შემდეგ არ დავსხდარვართ და დღეს ვეცდებით, რომ ძალიან საშიშ ატრაქციონებზე დავსხდებით. მე ცხოვრებაში არ მჯდავარ საშიშ ატრაქციონებზე, დღეს მინიმუმ ერთზე მაინც უნდა დავიჯდე და ეგ შეგრძნება გამოვსადო, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა. კი ბატონო, მე ვიჯექი ერთხელ და გული წამივიდა და მაგ ძიახლენებმა აღარ მინდა, თუმცა სანამ წავალთ, აუცილებლად უნდა შევიაროთ გავს თორში, სადაც დავვლევთ ცივ ყავას ნაყინით, ხო გინდა? კი, რა თქმა უნდა, გალფის ყავის გარეშე ეს ამბავი არ გამოვა. წავედით. დაფხულში ცივყავა არის ჩემი საჭმელით, სასმელით და ყველაფერით საერთოდ. მადლობა. მოკლედ, ეხლა მე აგიხსნი დღევანდელი ციცინათელას ჩელენჯს. მივდივართ ციცინათელაში, გვექნება ბარათი, რომელსაც დავრიცხავთ 100 ლარს და ვნახავთ თუ 100 ლარად 3 ადამიანს რამდენ ატრაქციონზე შეგვიძლია რომ დავსხდეთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ ამ ატრაქციონებს და რა ვიცი. 100 ლარი ახლა 3 ადამიანზე 33 ლარი გამოდის და ბევრი არ არის რა. კიდე იცი რა არის საინტერესო, რამდენი დრო დაგვეკარგება იმისთვის, რომ 100 ლარი დავხარჯოთ, პირობითად 10 წუთში დავხარჯოთ, 1 საათში, 2 საათში. თუ რამდენ საათში და ასევე ძალიან მაინტერესებს თუ ვინ დაჭდება ყველაზე საშიშ ატრაქციონზე, იმიტომ რომ მე როგორც იცით ძალიან შიშ არა ვარ, ძალიან მეშინია სიმაღლის და ვერანაირ საშიშ ატრაქციონზე მე არასდროს არ გამომიცდია და ერთ უეჭველი გამომიცდია. საშიში ოთახი მიყვარს ძალიან რა. მან უეჭველი შეყოლა. მან უეჭველი შევა, აუცილებლად. და ის ტრადიციას არ დავარღვიოთ და მატყლზეც უეჭველი დავждდით. კი, აუცილებლად. კაი, მგონი დრო ეხა წავიდეთ. ყავა გავიყოლოთ, უგემრიელესია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის გალფი, ალბათ ხვდებით ყველა ვიდეოში, ყოველთვის და ყველგან. და ძალიან დიდი მადლობა მათ და წავედით. შევხვდებით ციცინათელაში. ესეც ასე, მოვედით ციცინათელაში. ესეც ჩვენი ციცინათელას ბარათი, რომელზეც დავრიცხეთ 100 ლარი და მოდით ვნახოთ, რას გავაკეთებთ მე, მართა და გელა ციცინათელაში 100 ლარად წავედით. ძალიან მაგარია. ნახეთ, ანუ ეს მთლიანი ბათუმში ჩანს, ანუ. მოგესალმებით მეგობრებო, მეც აქ ვარ, გოგოებთან ერთად. ეხლა 100 ლარი გვაქვს ჩარიცხული ბარათზე და ეს 100 ლარი უნდა დავხარჯოთ ძალიან მაგრად რა. შევეცდებით კი არა, სათითაოდ დავჯდებით ყველა ატრაქციონზე რა. ცალკე მანანა, ცალკე მართა და ცალკე მე და მაქსიმალურად მაგრად უნდა გავერთოთ რა. და პირველი ატრაქციონი იქნება საშიში ოთახი, ხო? და მანანას უნდა ძალიან იმ თელი გზა მაგაზე ლაპარაკობდა და პირველი მანანა დაიწყებს და საშიში ოთახში შევა მანანა. ციცინათელაში შემსაყველი ადგილი არის საშიში ოთახი და ეხლა კამერას მომცემს გელა, მე წავიღებ და გაჩვენებთ რა მაგარი რაღაცა, იმედია ძალიან არ შემეშინდება. წავედით. საშიში ოთახი. ამაში უნდა შევიდე მე, მაგრამ მოდი, აი ეს ატრაქციონი შევნიშნოთ, მოკლედ. წინა წელს ამ ატრაქციონზე წამოვიდა გული. ოღონდ მართლა ანუ, როგორც კი ეს წრიალი დაიწყო და მაღლა ავიდა, მე ეგრევე ეჟეთი ამიტომ აღარასდროს აღარ დავждები, რაც არ უნდა მოხდეს. ვაიმე, ნახეთ ხახო. უბრალოდ ნახეთ რეებში. ვაიმე, ბიჭო. არა, ამაზე ან რანაირად ვინ დამარწმუნა, რომ კიო, ამაზეო დაჯექიო, მაგარიაო, წავედით. ანუ აშკარად უნდათ რომ გავაჩეროთ და ესეც ასე ძალიან ღელა, დიახ მარტოა. ხო არაფერი მომივა. აი წინ ჯდები და გვერდზე ვინმე მომიჯდება? არა, მარტო სული ვარ. არა რა ხდება? მერთო მოიცა არც მიჭერს არავინ. ვაიმე ხო არ ხატა. ვაიმე რა მინდოდა დამესვა გვერდზე ჩემი და ჩემი ძმა. რა შემასხავ? ვაიმე ეს რა არის ღმერთო? ნაკლებად საში მახსოვდა. მართა! გელა! აუ, ხელზე რა შემესხა წეხან ცუდად. რაღაც შემასხა ვიღაცა. ბრო! ღმერთო! კაი, თვალებს არ გავახდე. ღმერთო! მერთო აღარ შემოვა მარტო. წინაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ესეთი საში არის. ვაიმე, ვაიშო. ძნო, პრომორჩა.
მორჩა მანაგურტიში. რა გაყვირებს? ой, არ გაიხარე მართლა. რა ყვირებთ, ვერ ხვდები. აიმე! ვინა, აიმე! აიმე! ეს ვიხაიყო, ბიჭო? კაი მორჩა გთხოვთ. შენი არავის ეშინია. ოპა! არ შეუმახდეთ. მოიმე. გადი იქით. გადი. რას გავხარ? გონიეგა. გადავდი. ხელზე რაღაც შემასხა ვიღაცამ. რა შეგასხეს? არ ვიცი, ხელზე რაღაც შემასხა. მარტო იყო რაღაცნაირი რა, ძალიან საშიმპრო. მარტო ვიყავი, ანუ სხვა საერთოდ არავინ არ. ხო, ვიღაცამ რაღაც შემასხა, აი ხელზე მაქვს, ვერღარ. მოკლედ 90 ლარი დაგვრჩა. ამ ბარათს ეხა თქვენ გაძლევთ. ესეც თქვენის ბარათი და წავედით. წავედით სასაცილო ოთახში. აუნცაში არის ცოტა. გადაწყდა რომ სასილო ოთახში ყოფილა და მარტო ვერ შევა და მეც შევხვევი. გამარჯობა, ორნი რო შევიდეთ რა. ნახეთ რა მაგარია, ეს არის საუკეთესო რამე ეს. აქ შეიძლება დაატრიალო. ეს არის? ეს არის შენზე სარკეები აქ. რა ლამაზია. და ვერ გაიგებ სარკე რა არის და ეს. ხო რა, აი ეს სარკეები, ხან? აი ეს სარკეები. გაუჭედეთ არა. ეხლა აქ ხმა იქნება მგონი საშიში. ნახეთ ინტერნეტ მე ვიყავი, სადღაც აქ იქნება საშიში ხმა. აი აქ იქნება საშიში ხმა. ვიყავით ჩვენ. მოდი. აი ეს რატო ტრიალებს? არ წავიქცე. აი აქ იქნება საშიში ხმა წესით, აი აქ. აქ უნდა გადი რა ხდება ცარიელი კედლები. და კაცი იჯდება პიანინოზე დაუკრავს. სად გავიცინოთ უბრალოდ ვერ ხდება. აი აქ იქნება საშიში ხმა. მე ანეკდოტს არ მოხდება. შეცვალეს რაღაცები ესეთი არის. მოდი. გელა, აი აქ რაღაცა ხმა წესით უნდა იყოს. შეცვალეს. ხდება, კაცო. ეს რანაირად. აი ნო. აქ საშიში ხმა იქნება ვიცი ზუსტად. აქ ვიყავით. აქ იქნება კაცი დაუკრავს პიანინოზე ვიცი ეგ. აი ჩვენი მეგობარი, ჩვენი სიყვარული. რა ხდებოდა წევა? გამარჯობა. მის გელა ჩარჩი. აი ეს ვინ არის? აქ შეიძლება ასვლა? ხო ეს არის სასაცილო ოთახი, ანუ არ წამართოს კამერა. მე წამოდით. გამოფლიანდი, ოღონდ მართლა. იმე რა. ანუ ეს არის სასაცილო? გელა მოდი აქ. რანაირადაა სასაცილო ოთახი? არ ვიცი. მოვიარეთ ყველაფერი? არა კაცო ჯერ. ხო არა გადა. სად უნდა გავიცინოთ, ხო ვერ ვეტყვი. აი მე დედა გავსკედი გულს. აქ როგორი ესი ვარ? გელა დაბალდი, სახა მაღალი ხარ. ვაი მე აქ ნახეთ რა მსუქანი ვარ. აქ ნახეთ რა მსუქანი ვარ. აი სასუქე. აქ ნახე რა სიმაღლე ვარ, მაშ. აქ ძალიან მაღალი ვარ. ანუ მაგიტო გადაარქვეს სახელი რა და ლაბირინთი მაგიტო დაარქვეს რომ სასაცილო ნახდა და არაფერია აქ მეგობრებო. გამოვედით მაგარი იყო. ძალიან მაგარი იყო გადავა. იცი რა ხმები იყო შეცვალეს რაღაცები და სულ სხვა რაღაცებია. სასაცილო კი არა რავი დაგვისკდა გულები ეს რა. მართლა შეთქმები იყო სახელი უეჭვე. მოკლედ ჩამოგვეჭრა 12 ლარი, 78 ლარი და ამ სასაცილო არ იყო, მაგრამ ხო რავი გადაობა იყო. გადაობა ოთახი უნდა იყოს. ცოტა საშიშიც იყო რაღაც პიანინოზე ვიღაც კაცი უკრავდა. რაღაც ხმები და ხმაური და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, წავედით? წავედით. ნახეთ მეგობრებო, უცხო პლანეტელები ჩამოვიდნენ ციცინათელაში და ეხლა მართაც აპირებს რომ გახდეს უცხო პლანეტელი და შეუერთდეს მათ. იცოდე, პირობა დადე რომ არ გააჩერებინებ, დავიღალე უკვე პირველ YouTube ვიდეოს რომ ვიღებდით ის პოინტში ვიყავით და აი ესე დადიოდა რა, გააჩერებინა და მერე კიდევ თაწმინდაზე რომ ვიყავით, მანდაც ერთად გავაჩერებინეთ, რამანდმეც დამნაშავე ვიყავი, არ არის პრობლემა, მაგრამ ეხლა პირობა დადე რომ არ გააჩერებინებ. არა, მაგრამ თან ნახე შენზე პატარა ბავშვების ხედავ. ნახე, ჩვეულებრივი უცხო პლანეტელი იქნები რა. წავედით. ჩვენი მთავარი ამოცანაა გავარკვიოთ 100 ლარად სამ ადამიანს რამდენ ატრაქციონზე შეგვიძლია რომ დავსხდეთ. ეხლა ორი ატრაქციონი გამოვიცვალეთ უკვე და მესამეს ცდის მართა.
წავედით მართას უნიკალური გამოცდილება მარტო ჯდება ოდნავ საშიშ ატრაქციონზე. ოდნავ. პირველად. მართა შენ შეგიძლია. იმედია მეგობრებო, კარგად ვიქნები, იმიტომ რომ ცოტა მეშინია, ცოტა მეშინია, მაგრამ არა უშავს, იმედი კარგად ვიქნები. კი, ცოტა მეშინია. შევდივარ მეგობრებო, საიდან ავიდე, არ ვიცი. აქედან ხო? გონი აქედან. მაშა! ხო აღარ გაიღება. მე შევედი და ცოტა მეშინია. ნახეთ ხალხო სათვა. ნახეთ. აი გელა და მანანა აქ არიან. თადვარ. მარსა. ზუდა არ გოლი, ზუდა მაქვს. მაგრამ კარგი არაფერი იქნება. კარგად ვარ. ძალიან კარგად ვარ. ჩემ თვითონ შემიძლია დავარეგულირო რა, ნახეთ, აი ესეთი რაღაცა, თუ აი ახსე ხო არის, თუ ეს ჩამოვწევ, მაშინ უფრო სიმაღლეზეა ვარ რა, თუ ესე დაბლა ჩამოვა, ამიტომაც ჩემ თვითონ ვაკეთებ ყველაფერს აი ვზივართ. აუ რა ვერ დაიწყო. ხალხნო იწყებს უკვე მგონი ასვლას, აი ქოქებასავით. მიხარია, კაი, იწყება. ნახეთ. მოით მაღლა ავიდეთ, გინდათ? ვაიმე. ვაიმე ხალხნო. ცოტა მაღლა ავიდეთ აბა. ხალხო, ვაიმე. არ დაბლა, მინდა დაბლა. მაგარია! ცოტა საშიშია. ვაფშე არა, ოკეი საშიში რა. ცოტა ძალიან, აი, აუ, ძალიან მაგარია, ნახეთ, აუ, ეს რა ლამაზია. რა მაგარია! კარგად ვარ! მოითავიდეთ მაღლა, გავბედო. დაწნადი მართა არა უშავს, არაფერი არ ხდება. დაბლა ჩავიდეთ, ჩავდივართ დაბლა. არაფერი არ ხდება, უბრალოდ ცოტა მაღლა ხარ, მე რა. არცად არ ვარდები, ხელი მიკავია საერთოდ. კარგად ვარ, ძალიან კარგად ვარ. არა, მაღლა კაი იყო. მოიზეთ, აი გაჩვენებთ კიდე. ნახეთ, აი სად ვართ ახლა? მოით კიდე გაღლავიდეთ, გინდათ? მოდით. ვაიმე. უბრალოდ look. ძალიან მაგარია, მეგობრებო, არ მეგონა რომ ესეთი მაგარი ექნებოდა. რა ხდება? ხალხო, მაღლა ავედი ძალიან. თვითონ ამიყვანა ოღონდ. მე არ მინდა. დაბლა რომ ჩამისვათ. ჩავდივართ მგონი, ხო? მორჩა? აი? ჩამოვდივართ, აი. ძალიან კაი იყო, მეგობრებო, საერთოდ არ შემეშინდა, იმასთან საერთოდ არ შემეშინდა, უბრალოდ აი ცოტა ის იყო, ანუ არა, საში პროსტა ძალიან წნად მიდიხარ, ძალიან კაი იყო. სულ ამაზე დავუჯდები ხოლმე აწი, ძალიან მაგარი იყო. მორჩი! გამიღებენ აქ. ძალიან მაგარი იყო, გეფიცები. ყოჩა მართა, რო არ გააჩერები, იმენა მაგარი. მოკლედ 10 ლარი მოვაკლდა, დაგვრჩა 68 ლარი და ეხლა მე დავუჯდები ატრაქციონზე ნებისმიერზე, რომელსაც მეტყვი თქვენ რა. მოკლედ 68 ლარი დაგვრჩა 3 ატრაქციონზე ვისხედით, ახლა მეოთხეს ჯერია და გელა გვეუბნება რომ ამომირჩიეთო უბრალოდ აი არ მინდა რომ ყველაზე საშიში ხალხო არის აი ის რა. ეხლა მე რო ვიყო, დაუნდობელი დავეტყოდი რომ აი იმაზე დაждდეს, მაგრამ მე მაგას არ გავაკეთებ. მოკლედ ეხლა ჩვენზეა რა. გელას ძალიან შეეშინდება თუ არა. ჩემი აზრით უნდა დავინდოთ და ყველაზე საშიში ატრაქციონზე არ უნდა დავსვათ, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც დონეზე საშიშს გაუძლებს. ან მგონია ჩვენ გამომწერებსაც აინტერესებს. ეს რაღაცა პატარა ჩელენჯი ვიცი. ჩემი აზრით იცი რომელზე უნდა დავსვათ? აბა. აი მე როგორი წამოვიდა წინა წელს მაგაზე. უეჭველი, იმიტომ რომ თან ძალიანაც საში არა, ისეთი რომ აი მართლა გული ამოგივარდეს და ანუ წადოს, იმიტომ რომ აქ წინ გვიდგას საშინელება ატრაქცია, რომელიც უმაღლესია, უბრალოდ ძალიან სიმაღლეს და მაგაზე ხო არა ძალიან ისა საში და მაინც ახლა ჩვენი ძმა და ცოტა ხო რა. არა, უნდა დავიწყო. გასართობ არ თუათ მოსული ახლა და თუ ცუდად გახდა რა. ხო, თან მე როგორც ფიქრობ, ხა იმის ძალიან არ უნდა შეეშინდეს, ძალიან რო ეშინდეს, მაგას არ გვეთყოდა რომ მოდი გოგოებო თქვენ არჩიეთ, ამიტომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ნომერი 4 ატრაქციონი, დარჩენი გვაქვს 68 ლარი, წავიდეთ ახლა ნახოთ რა ღირს და რამდენი ჩამოგეჭება და რამდენი დაგვრჩება. რომელი ამირჩიეთ, აბა მითხარით, გამანდეთ. მოკლედ, წამოდი ახლა გელა გაჩვენოთ რომელი აგირჩიეთ, იმედია არ გაგვიბრალდები რა, უკნად შენ ეგრე გითხარი. მოკლედ გიოცავ გელა ეს ატრაქციონი შევიდო წილად. წავედით, არ უნდა ვდები.
რაღაცნაირად მეგონა და ვიცოდი რომ ამას აირჩევდით, იმიტომ რომ თავიდან ხო იქ შეხვედი საშიშო თახში და ამას უყურებდით და უღებდით ვიდეოები. წამო აბა მოვსინჯოთ. აბა გელა შენიც ლოცავთ. შენზე ვნერვიულობთ მართლა გამაგრდი თუ რამე თვალები დახუჭე ყველაფერი მორჩება დაითვალე ხოლმე ერთი აი 120-მდე დაითვალე და ყველაფერი მორჩება რა ჩვენ ცოტა ჟღერავთ მაგრამ ანუ არა უშავს ნახე რა ბავშვები არიან ამ ხელა კაცი ხარ მიდი ხარ ვიძაბები რაღაცნაირად ღელა ოღონდ მართლა ეგა ვარ აუ იმედია მიკროფონი არ მომძრება არასდროს არ ვჯდები ხოლმე მსგავს ატრაქციონებზე რა დღეს ახლა მიწევს და ისე ვარ ხოლმე რომ ამაკშიც რო ვჯდები ეგრევე თავბრუმე ხვევა და აი საქანელაზეც და ეგეთი რაღაცები არ შემიძლია და ძალიან მაინტერესებს როგორ შევძლებ ახლა ამ შიშის გადალახოს ამ შიშით დიდად არ მეშინია მაგრამ რა შეგრძნებები და მეუხლება ეგ მაინტერესებს რა და იმედია საშინელი შეგრძნებები არ დამეუხლება ნახოთ მოკლედ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ ვირუსებით ჩემზე 14 წლის პატარა ბავშვი მომიჯდა გვერდზე და ცოტა აღარ მეშინია აი ჩუფეხი არ წამოვარ ვაიმე დედა ვაიმე ერთო დაო ბიჭო ამას ვირჩევნია 3 კბილი ერთად ამოვიღო ვაიმე კივილი მინდა აიმე ღერთო ვაიმე თვალებს რო ახელ უბრალო პროსტა თვალებს ვერ გავახ არა ბიჭო არა ვაიმე კანკალე ღმერთს ვიცავა მორჩა ხო იმედი გასალათებული აი მორჩა მეგობრებო გელა იმედია ცოცხალია ძალიან ფერი არადეს გონი თვალები ყველას გახელი ქონდა ჩემ გარდა მგონი ვაუ გადავჭით ყველა გადავჭით მგონი ხო ეს ალი მოუწადეთ გამსვით ორი აი შიში არ ვიცი მაგრამ ერთი დაიწყო თუ არა ერთი სული მქონდა რომ დამთავრებული იყო რა თვალს რო ვახელდი დედას ვიცავარ არ ვიცი ამაზე იყო ხედი რა ხედი არ ვიცი ესეც ასე ჩვენ ვიმყოფებით ისევ და ისევ ციცინათელაში და ვაპირებთ რომ სამივე დავსხდეთ აი ამ მატლზე რომელიც არავის არაფერს არ დაუშავებს არავის ძალიან არ შეაშინებს მაგრამ არის ულამაზესი და რა ვიცი რა წავედით თავში აღარა ეს მატლი თორმე ციცინათელას დაკლებია და აქეთ გადმოუტანიათ რა მზად ხარ მართა ჩვენს ანგარიშზე არის 53 ლარი სამივე ხა აქ დავსხდებით და გეტყვით რამდენი დაგვრჩება ოპა ძალიან დიდი რეგია ხო right now აბა მეგობრებო Freestyle! Woo! Bravo! მოდი მე მეცეკვე აბა. მობზანდით. ეს უფრო მაგარია ვიდრე რუსთავში როა ხო? აი გავივსეთ და გავედით რა რუსთავის მარშრუტკა. მოკლედ ეხა სამივე შემოვედით და ამ ატრაქციონის ღირებულებას არის 10 ლარი. შესაბამისად სამჯერათი არის 30 და ეხა დაგვრჩა 23 ლარი ამ ატრაქციონის შემდეგ. ჩემი აზრით ეს ატრაქციონი ძალიან სახალისოა და სამივე რა ვიხალისებთ რა თქვენ რას ფიქრობთ? არ ვიცი მე ამ ატრაქციონზე არ ტიროდი ხოლმე რუსთავში? ეხა უკვე გაიზარდა გადაგვამოწეს მაგარი სეიფთი არეა მატლზე ნუ არ გადავარდით წავწეღან ისეთ რაღაცაზე ვიჯექი რომ მაგის მერე წავედი აბა წავედი და მეშინია მე მზად ვარ არ შემეშინდეს და თქვენი არ მოდი აბა შევეცავთ რომ მიმიკა არ შეგვეცვალო ვაიმე გაფუჭებული ხო არა ბიჭო აურა ჩერა რა გაფუჭე ბიჭო რა ხმებს გამოსწევს გაკეთე თუ გაფუჭებული და რას უწევ მოსაზეთია ძალიან აქედან რომ ჩავართ მოგზეთო თუ ეჭვენ ოღონდ სტრაფოდონა წავიდის მანან არ მინდა აი გინდა მარტა შეშინია მარტა აი ხა იქნება მაგარი აი ვაი
გას ვარდი. აქ რო ამოდიხარ რაღაცნაირი ხმა ჩან დასაზეთია და მივმართავ ყველა საერთოდ. რო ციცინათელაში აი ეს ატრაქციონი აი იმ ადგილზე დადეხო. ლანა, ხო, მიყვარხარ ძალიან, აი ძალიან მიყვარხარ. ზაგაია. ვაი, მე და ამოვისუნთქე. ვაიმე, სინდრარი. დიდი მადლობა. არა, აი, პატალებით ჩვენ. კარგად. კარგად. დაშვებით ახლა 23 ლარში. მოკლედ მეგობრებო, მანას მე უთხარი ძალიან ვთხოვე საშინელებათა სახლში. ძალიან მინდოდა, ძალიან მაინტერესებდა. კი ვიჯექი, მაგრამ არ ვიცი, რაღაცა მომასხეს თუ რაღაც ძალიან მაინტერესებს, მოკლედ შევდივართ ორივენი და ესე დავხარჯავთ ამ ჩვენს დარჩენილ 20 ლარს. და ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება. წაით. აი მე ცოტა მეშინია, მაგრამ მოიცი წავართ მე. ეს ვინ არის კაცო? გადი იქით, გადი. აი საყვარელი. საყვარელი საერთოდ. აი ხა მოვიდა მართას დროც რომ შეიგრძნოს ნამდვილი შიში. ჯუდარ ვარ, არაფერი არ არის ისეთი ძალიან წყნარი ვიქნები. ამიტომ რამე სანამასხამო, ხო? აი დადგა მართას ჯერით. ვაიმე, ხახო რა ხდება? რა მაგარია, ვაუ. ძალიან საინტერესო, იცი? მონალიზა. ვაიმე, მომასხეს მეც. ეს რა არის? მიშველეთ. ხახო, ვაიმე. სადავდივარ. Oh my god. ეს ვინა? ვაიმე. ეხა კრამი დაგუცემა? კრამი დაგუცემა ეხა? ვაიმე, ეს რა არის? ვაიმე, ეს რა არის? ეს მაიმუნი? ეს რა არის? ხალხნო. იმედი ცუდად არ გავხდები. ვაიმე. მის ოთახია. რა ხდება? აკეთ! ვაიმე. ეს მაგარია. ეს საინტერესოა. იმის არა საინტერესო. ვაიმე! მაგარია, გოგოაიხეთ. რა ხდება? მაინტერესებს ძალიან. ვაიმე. 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 ანუ არა, ხა ცალსაში რომ მოკვნე, მაგრამ ანუ უბრალოდ ისეთია, საშიშია, მაგრამ ანუ რაღაცნაირია რა. ბაი. ნახვამდის. აღარ მოგყვენ. ვაიმე, იშველი. მოკლედ, ახლა გეტყვით, რა შევიგრძენი, ესე იგი. საშიში იყო საკმაოდ, მაგრამ ხა არ იყო სიკოდილამდე საშიში, მაგრამ ეს იყო. ცოტა შემომასხეს ინცაკ უკან მიგზენი რაღაც. ნუ ეჭველი წყალი იქნება, ახლა რა უნდა იყოს? რომ უყურებდო ნეტა ახლა რა იქნება, ძალიან საინტერესო იყო, მაგარი იყო რა. ესეც ასე მეგობრებო, ამ ბარათზე დაგვჭა სულ რაღაც 3 ლარი და 3 ლარად ვიღარ დავსხედით, უკვე 12 საათი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ციცინათელა იკეტება. სულ ვისხედით 6 ატრაქციონზე და რა ვიცი, მე პირადად ძალიან გავერთე დღეს. მეც. პირველად ციცინათელაში ვიყავი, ალბათ დაახლოებით 7 წლის წინ და როგორც მაშინ გავერთე და შედარებით პატარა ვიყავი და ხვდებით, ანუ თითქოს ბავშვებს უფრო უყარიათ, მაგრამ ჩემი აზრით, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს რა. შესაბამისად, დღევანდელ დღეს შევაფასებდი 10-დან 10 დავუწერდი და მე მგონი, რავი, აშლარად მშვენივრად გავერთე 3 ადამიანი, ხო? კი, ძალიან მაგარ ატრაქციონებზე ვისხედით და ძალიან გავერთე, ძალიან მაგარი იყო. ყველას მოგვიწონა ყველაფერი. კი ბატონო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს უახლოვდება. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ დაკომენტარეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ, მოგვეცით რჩევები შემდეგში როგორი ვიდეოები გინდათ რომ გადავიღოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის გაფი და მომავალ შეხვედრამდე.